მოგესალმებით, მე ვარ ოლღა კალინა, თავად ვარ თანასწორთა მხარდამჭერი და ვარ ორგანიზაციის წევრი, რომელიც აერთიანებს ფსიქიკური პრობლემის მქონე პირებს საქართველოში. დღეს უნდა ვისაუბროთ თანასწორთა მხარდაჭერის პრინციპებზე, რომელიც უნდა იყოს საინტერესო და გამოსადეგი არა მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, ვისაც აქვს გარკვეული ცხოვრებისეული პრობლემა. და ვისაც უნდა თანადგომა, ემპათია და სხვებისგან რამე, რა ვიცი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის გაგება, რომელიც ეხება ამ გამოცდილებას. საზღვარგარეთ თანასწორთა მხარდაჭერის სერვისი არის ძალიან გავრცელებული სხვადასხვა მიმართულებით. არ არის საჭირო, რომ ადამიანს ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა იმისათვის, რომ იყოს თანასწორთა მხარდამჭერი. შეიძლება იყოს მაგალითად მარტოხელა მამა. ან შეიძლება ჰქონდეს მაგალითად ეკონომიკური პრობლემების გამოცდილება და ეკონომიკური პრობლემებიდან გასვლის გამოცდილება. ანუ შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ტრავმატული ან პრობლემური გამოცდილება, რომლის შედეგად ადამიანი იძენს უნიკალურ გამოცდილებას იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა ამ გამოწვევებს და შეუძლია ემპათიით შეხედოს სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ მსგავსი მდგომარეობა. ეს ეხება მშობლებს, მათ შორის შშმ პირთა მშობლებს, ვისაც უწევთ ძალიან დიდ ბარიერებთან გამკლავება ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები, სხვადასხვა სახის, მაგალითად შეიძლება იყოს კიბოს შემთხვევაში თანასწორთა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი. ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ფსიქიკური პრობლემების შემთხვევაში და ასე შემდეგ. საზღვარგარეთ მათ შორის არის თანასწორთა მხარდაჭერა ფეხმძიმე ქალების შემთხვევაში. მაგალითად, როდესაც ქალი არის ჯერ ფეხმძიმედ და ეს არის მისი პირველი ასეთი მშობიარობა. უბრალოდ აქვს შიში, ფოთვა, გაურკვევლობა და მის შემთხვევაში არის ძალიან სასარგებლო თანასწორთა მხარდაჭერის ჯგუფში შესვლა, სადაც მოусმენ სხვა ქალებისგან, როგორ გაუმკლავდნენ ამ ფეხმძიმობის პერიოდს და როგორ, ესე იგი, გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. რაც ეხება ზოგადად ფეხმძიმობას და ამასთან ასოცირებულ გამოწვევებს. ანუ გარკვეული პრობლემების სია შეიძლება იყოს ძალიან გრძელი. საქართველოში გვაქვს თანასწორთა მხარდაჭერა აღიარებული სასჯელ აღსრულების სისტემაში, რომელიც ეხება უფრო ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიღების გამოცდილების მქონე პირებს. ეს ძირითადად არის ჯგუფური და არა ინდივიდუალური, მაგრამ კარგად მაინც არ ვიცნობ მაგ პროგრამას, ჯგუფები ნამდვილად აქვთ. რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს, იქ გვაქვს სტრატეგია ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო სტრატეგია 2022-2030, სადაც წერია, რომ თანასწორთა მხარდაჭერის სერვისი საქართველოში უნდა აუცილებლად განვითარდეს. ოღონდ უკვე უნდა ყოფილიყო 10%-ში სერვის პროვაიდერების ეს სერვისი განვითარებული 2024 წლის ბოლოსთვის და ჯერ მარტო სამ სერვისში გვაქვს საქართველოში თანასწორთა მხარდაჭერა დანერგილი ჩვენი ორგანიზაციის და ჩვენი ჩეხური კოლეგების დახმარებით. ასე რომ გარკვეული მცდელობები საქართველოში არსებობს, უბრალოდ აუტიზმის მიმართულებით თანასწორთა მხარდაჭერა არ არის აღქმული არც სტრატეგიის დონეზე, არც სერვისების დიზაინის დონეზე. და აუცილებლად არის საჭირო დანერგვა მათ შორის ამ სფეროში, იმიტომ რომ მშობლებს სჭირდებათ უშუალოდ თანასწორთა მხარდაჭერა და განსაკუთრებით ჯგუფური ალბათ, იმიტომ რომ უფრო შეუძლიათ ერთმანეთის მხარდაჭერა და ამ გამოწვევების წარმატებით ერთად მოგვარება. და ეს არის თერაპიული ძალიან. ზოგადად არსი თანასწორთა მხარდაჭერის არის ის, რომ ადამიანი, ვისაც აქვს გარკვეული პრობლემური ცხოვრებისეული გამოცდილება, აწვდის სხვა ადამიანს, რომელიც არის მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ პირველად მოხდა ამ მდგომარეობაში, აძლევს ემპათიას, მოსმენას, მხარდაჭერას
იმისათვის, რომ დაეხმაროს ამ ადამიანს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. ან ამ მდგომარეობის ატანაში. ყოველთვის გამოსვლა არ არის შესაძლებელი, ზოგჯერ არის საჭირო უბრალოდ წარმატებით გაგრძელება ცხოვრების და ატანა იმ პრობლემების, რაც გვაქვს. თუმცა როგორც წესი, ერთად ამის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე მარტო. ამიტომ ეს არის ძალიან უნიკალური პროცესი, რომელიც არ უნდა იყოს ასოცირებული ძალიან დიდ პროფესიულ კვალიფიკაციებთან, მაგრამ არის საჭირო ტრენინგი ამისთვის მაინც. ტრენინგი აუცილებელია, იმიტომ რომ თანასწორთა მხარდამჭერს უნდა ჰქონდეს უნარი ისაუბროს კონსტრუქციულად ადამიანთან, საკუთარ გამოცდილებაზე, საკუთარ ისტორიაზე, ხაზი გაუსვას აღდგენის კომპონენტებს, ანუ რა დაეხმარა მას კონკრეტულად ამ პრობლემის დაძლევაში. უნდა ჰქონდეს უნარი, რომ მოусმინოს სხვა ადამიანს, ემპათია, ანუ გამოხატოს ამ მოსმენის დროს. მოსმენა სხვათა შორის არ არის ადვილი უნარი. ყველა ადამიანს არ შეუძლია სხვების მოსმენა, ასე რომ აუცილებლად უნდა იყოს ტრენინგი, რომ ნამდვილად იყოს თანასწორთა მხარდამჭერი ის პირი, ვინც მოусმენს, ვინც გაიგებს, ვინც ესე გამოხატავს ემპათიას და ვისაც უნარი ექნება გარკვეული ანალიზი გააკეთოს იმაზე, თუ რა არის ეს პრობლემა და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ესე იგი, ამის გამო არის შექმნილი ტრენინგები. ჩვენი ორგანიზაცია ჩაატარა ჩეხური პარტნიორებთან ერთად ორი ასეთი ტრენინგი, 24 ადამიანი დატრენინგა თანასწორთა მხარდაჭერაში და ასევე დატრენინგდა თანატრენერები. ესე იგი, ამ სფეროში ეს ტრენინგი იყო 100 საათზე უფრო ხანგრძლივი და მოიცავდა ორკვირიან სტაჟირებას სერვისებში, სადაც თანასწორები გამოიყენეს ის პრინციპები, რაც იყო პრაქტიკაში გამოყენებული. ანუ მერე იყო სუპერვიზია, ექსპერტები მათთან ერთად გაიარეს ის პრობლემები, რაც შეხვდათ პრაქტიკაში და მიაწოდეს გარკვეული უკავშირი იმაზე, რაც იყო. ანუ 100 საათი და ზოგჯერ მეტი არის საჭირო იმისათვის, რომ კარგად გაიაზროს ადამიანმა აღდგენის კონცეფცია, ემპათიური მოსმენა, ზოგადად თანასწორთა მხარდაჭერის მნიშვნელობა, გარკვეული ინფორმაცია მიიღოს უფლებებზე, სტიგმაზე, ბარიერებზე, რაც არის ცხოვრებაში იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც აქვთ კონკრეტული გამოწვევის ტიპი. და ეს ყველაფერი არის საჭირო, რომ გაფორმდეს ტრენინგის სახით. უბრალოდ საქართველოში არ არის ეს ტრენინგი ჯერჯერობით აღქმული ჩვენი სისტემის მიერ. შესაბამისად, მარტო არსებობს ის ტრენინგები, რაც არსებობს საზღვარგარეთ, მათ შორის ეს ჩეხური ტრენინგი, თუმცა გვაქვს ეს კურიკულუმი და არსებობს თანატრენერები დატრენინგებული ამ მიმართულებით. ანუ თეორიულად რესურსი ამისთვის არის, რომ საქართველოშიც განვითარდეს. არის საჭირო იმის თქმა, რომ თანასწორთა მხარდაჭერა დიდად არ საჭიროებს მაინც ფორმალურ ტრენინგს. თუ არის არაფორმალური თანასწორთა მხარდაჭერა და თუ ადამიანს ისედაც აქვს мотиваცია და გარკვეული უნარები მინიმალური, რომ მოახერხოს კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, თეორიულად უკვე შეუძლია გახდეს თანასწორთა მხარდამჭერი. და შესაბამისად ნებისმიერ თქვენგან შეუძლია იყოს თანასწორთა მხარდამჭერი სხვა ადამიანისთვის, ვისაც ჭირდება თქვენი ემპათია, თქვენგან მოსმენა და ინფორმაცია სერვისის შესახებ, რაც გაქვთ. თანასწორთა მხარდაჭერა შეიძლება იყოს ინდივიდუალური, როდესაც თქვენ ერთ-ერთზე საუბრობთ, მაგალითად სხვა მშობელთან, ვინც ეხლა ხან მოვიდა სისტემაში და არ იცის არაფერი სერვისების შესახებ, რა ვიცი, პრობლემების შესახებ, ბარიერების შესახებ, ახლა ხან მოსული მშობელი და ამ შემთხვევაში თქვენგან იღებს როგორც ინფორმაციას, ორიენტაციას ეგრეთ წოდებულ სერვისების შესახებ, ასევე თქვენგან მოსმენას
მისი პრობლემების შესახებ. თქვენ უზიარებთ ამ მშობელს თქვენი ისტორია, ან კომპონენტები თქვენი ისტორიის, რომელიც მისთვის იქნებოდა საინტერესო და დაეხმარებოდა მას საკუთარი პრობლემების მოგვარებაში. ძირითადი ეს არის კომპონენტი, მთავარი სერვისის, ანუ ემპათიური მოსმენა, ორიენტაციაში დახმარება, პირადი ისტორიის გაზიარება და პლუს არის აღდგენაზე ორიენტირება. ანუ თქვენ უნდა იყოთ მატარებლები იმედის, იმ მესიჯის, რომ შეიძლება მოგვარება პრობლემების. ანუ არ უნდა გქონდეთ ისეთი განცდა, რომ ყველაფერი ტყუილად კეთდება, რომ გამოსავალი არ ჩანს. ამ შემთხვევაში ჯობია არ იყოთ თანასწორთა მხარდამჭერი. ანუ იმედიანად უნდა შევხედოთ სამყაროს იმისათვის, რომ დავეხმაროთ სხვა ადამიანებს. იმედი არის ძალიან დიდი ძალა, ძალიან კონსტრუქციული და დიდი ძალა, რომელსაც შეუძლია ძალიან თერაპიული ეფექტი ჰქონდეს ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკაზე. გარდა ამ ძირითადი კომპონენტების არის დამატებითი კომპონენტები თანასწორთა მხარდაჭერის, რომელიც გამოიხატება მაგალითად თანადგომაში, რომ მასთან ერთად, ამ მშობელთან წახვიდეთ მაგალითად სკოლის დირექტორთან და აუხსნათ თქვენი შვილის საჭიროებები, მისი შვილის საჭიროებები და ზოგადად რა სახის მხარდაჭერა ჭირდება ამ ბავშვს, ან რა სახის პრობლემები აქვს მშობელს, რომ ერთად არ მოუწიოს ადამიანს სადღაც მისვლა იმ ადგილას, სადაც სტრესს განიცდის. ამ შემთხვევაში თქვენი ახლოს ყოფნა შეიძლება იყოს მარტო ემოციური თანადგომის წყარო, ან შეიძლება რეალურად დაეხმაროთ გამოთქვაში ამ იდეების და ესე იგი დაეხმაროთ კომუნიკაციაში, ფორმულირებაში თქვენი მაგალითად პოზიციის და მისი პრობლემების და გამოწვევების და ასევე საჭიროებების. ეს მათ შორის მოიცავს ადვოკატირებაში დახმარებას, ანუ ადვოკატირებაში გულისხმობთ არა იურიდიულ სერვისს, არამედ თქვენი და მისი ინტერესების დაცვას. თუ ჩვენ საუბრობთ ჩვენი საკუთარი ინტერესების დაცვაზე, მაშინ ეს არის თვითადვოკატირება. თუ ჩვენ საუბრობთ სხვა ადამიანის ინტერესების დაცვაზე, მაშინ უბრალოდ ადვოკატირება ამ ადამიანის უფლებების და საჭიროებების. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ, როგორც თანასწორთა მხარდამჭერს, გაქვთ უნარი და შესაძლებლობა, რომ მოახდინოთ ამ სხვა მშობლის მხარდაჭერა და მისი ინტერესების ადვოკატირება. ეს არის დამატებითი კომპონენტები, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. თუნდაც თუ არ გაქვთ ფორმალურად ეს ტრენინგი და გაითვალისწინოთ, რომ თქვენს ჭირდება თანასწორთა მხარდაჭერა. ანუ, როდესაც თქვენ საუბრობთ სხვა მშობელთან, ალბათ გააქვთ ეს სურვილი, რომ უფრო გაიგეთ რამეს საინტერესო, ან რომ გაქვთ მორალური რაღაცა ისეთი მხარდაჭერა მიღებული. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს კომპონენტი არის აღქმული ძალიან სერიოზულად პროფესიული საზოგადოების მიერ და არის აღქმული როგორც სერიოზული თერაპია და არა როგორც უბრალო კომუნიკაცია მშობლების შორის. ანუ ამიტომ უნდა სცადოთ, გარდა იმისა, რომ მიაწოდოთ სხვაებისთვის მხარდაჭერა მსგავსი სახის, უნდა სცადოთ, რომ მიიღოთ მსგავსი მხარდაჭერა სხვებისგან. იმიტომ რომ ეს არის თქვენთვის ძალიან საჭირო თერაპიის სახეობა და ეს არის საჭირო თქვენი შვილებისთვის ასევე. იმიტომ რომ როდესაც მშობელი არის ემოციურად კარგად და ძლიერად, შვილიც იქნება უფრო კარგად და ძლიერად. მადლობა ყურადღებისთვის.